გურჯაანში 2000 სტუდენტზე გათვლილი კულინარიის სკოლის მშენებლობა 1 წელიწადში დასრულდება. სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ქალაქ გურჯაანს ვესტუმრეთ, სადაც მიმდინარეობს კოლეჯის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. სულ მალე გურჯაანის მოსახლეობას ექნება საშუალება უახლესი სტანდარტებით აშენებულ კოლეჯში მიიღოს პროფესიული განათლება. სამინისტრო სამომავლოდაც გააგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობას. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ბასკური კულინარიის კოლეჯის მშენებლობას. კოლეჯი გათვლილი იქნება 200 მოსწავლეზე, ასევე ტერიტორიაზე იქნება 60 ბავშვზე გათვლილი კამპუსი. აღიჭურვება კოლეჯი უახლესი ტექნიკით, იქნება სამზარეულო, სარესტორნო და საკონფერენციო სივრცეები. კულინარიული აკადემიის მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კახეთში ტურისტული განხრით ძალიან ვითარდება და განვითარებულია უკვე და აღნიშნული სპეციფიკა ძალიან წაადგება რეგიონს.